მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა რომ დღევანდელი საღამო ჩვენ დაგვიწყდეთ. ამისათვის მართლა უდიდეს მადლობას გეტყვით. ნამდვილად. არაფერი დაგეგმილი არ აქვს, არანაირი სიტყვა, არანაირი წინადადებები, რაღაცა წყობა, არანაირად, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სალონური კონცერტი და სალონური საღამო ამას ჩემს აზრით არ მოითხოვს. იმიტომ რომ ზოგადად სალონურ საღამოზე იყრება გარკვეული საზოგადოება, კამათობენ, საუბრობენ ხელოვნებაზე, მუსიკაზე, ლექსებს კითხულობენ, კიდევ ბიძახი შეიძლება კიდევაც იდაონ რაღაცა კითხებზე, თუმცა კულტურული საზოგადოებაა და ამიტომ იქ დასაშვებია შეკამათებაც, კამათიც, ლექსები, სიმღერები, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გერმანების თვალსაზრისით შეიძლება შეიცეს. ყველა ძალიან კარგად იცნობს ჩვენს ეკას, ეკა ბაქრაძეს, მის არაჩვეულებრივ გუნდს, თეატრალურ სტუდია აკვარიუმს და მათ ასე ვთქვათ, მონაწილე არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, ვიცით ხო, ხუთ ადამიანზე მაქვს ასე ვთქვათ აქცენტირება გაკეთებული. ესენი არიან, ეხლა ჩემთვის პატარები არიან, მაგრამ არიან ჩემი პატარა მეგობრები, ხო, რაღაცა ბავშვები ახალგაზრდებს, ბავშვი არ წამოწს და კარგი იქნება, მაგრამ ახალგაზრდები არიან, რა თქმა უნდა. და მათი შემოქმედება, თქვენ თითოეული მათგანის შემოქმედებას კარგად ვიცით ხო, მათი შემოქმედება, არაჩვეულებრივი სპექტაკლებით, ღონისძიებები, სხვადასხვა ეს პროზა იქნება, ლექსი, თეატრი, წარმოდგენები, რა თქმა უნდა, განებილებულები ვართ. თუმცა დღეს აქცენტირება მინდა გავაკეთო მათ მუსიკალურ მხარეზე, მუსიკალურ შემოქმედებას. ნახეთ, 4 თვე თუ 4 თვე ნახევარი ხო რაც მუშაობ, ნამდვილად ძალიან ცოტა ხანია რაც მუშაობ, მაგრამ გეტყვით თავად რომ ძალიან ესეთი შრომა მეყვარს ხოლმე და ვინც მიცნობს იცის ჩემი ხასიათი არანაირად არ ჩამომივარდებოდე თუ აქეთ არ მეუბნეოდენ მასე ეს გამოგიგზავნე ეხლა ეს გავაკეთოთ არ მასვენებდნენ ეს რაღაცა ეს არ აქვს სავარჯიშო არ გამოგიგზავნიათ და იქნებ ანუ ისე იყვნენ მომართულები რომ მეც კი გამიკვირდა იმიტომ რომ შრომა არ მიკვირს ხოლმე ზოგადად ჩემი ასე ვთქვათ გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე მართლა არ მიკვირს მაგრამ აი გაოცებული ვარ ამ ახალგაზრდებიდან გამომდინარე ზოგადად ახალგაზრდებს ვიცით ხო ეზარებათ ხო ახლა ვაღიაროთ ყველაფერი მაგრამ აი ამ ბავშვებში ეს ვნახე აი მაინც წავუწყდა ბავშვები ამ ახალგაზრდებში ეს ვნახე რომ ნამდვილად ძალიან კარგები არიან ძალიან შრომელები არიან და მიზანდასახულები ეს მოდის რა თქმა უნდა ოჯახებიდან და ეს მოდის ეკასგან და მე ძალიან ბევრი დღეს გავიცანე სიმართლე რომ გითხრათ მშობლები მე და ეკას სხვა დამოკიდებულება მქონდა დიდი ხანია თუმცა აი ამ ბავშვებმა სიმართლე რომ გითხრათ კიდე უფრო შეგვაკავშირა ერთი მიზანი გვაქვს მიზანი ეს არის რომ ისინი იყვნენ ძალიან კარგები და გვაქვს ეს ამბიცია რომ ეს ბავშვები იყვნენ ეკას რა თქმა უნდა თავის საქმეში და უდაოდ ვიცით ვინ არის ეკა და მე რა თქმა უნდა მუსიკალური თვალსაზრისით ბავშვი რომელიც თეატრალურზე აბარებს მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შემდეგი მეორე ეს არის უკვე მუსიკალური მოძრაობა, მუსიკა როგორ ესმის, ბღერა, ჰარმონია, მელოდია, რიტმის შეგრძნება როგორი აქვს. აქედან გამომდინარე ეს არც თუ ესე ადვილი საკითხია და შეიძლება კიდევაც გვითქვამს, რომ აი რა მაგარი მსახიობია და რაღაცა ისე ვერ გვითქვამს ხოლმე, აი მოდით ჩვენ გულში ჩავიხედოთ. აი ამ ბავშვებმა ესეთი საოცარი უნარები გამოამჟღავნეს, რომ მე ძალიან გამიკვირდა და 4 თვე ნახევარიც არ არის, აი რასაც შრომობ. ხანდახან სიმართლე რომ გითხრათ, სავარჯიშოებში მიმდის ხოლმე ამდენად, რომ როდესაც ჩემ სტუდიაში მუშაობ. და ერთი სანამ დავიწყებ უკვე და სოლო ნომრებზე გადავალ, მე არ მინდა გამორჩეს და პირველ რიგში არაჩვეულებრივ გარემოს, კაფე მელბროს, მის დიასახლის, ქალბატონ ლალის, ბატონ კახას ძალიან დიდ მადლობას მინდა გადავუხადე. არაჩვეულებრივი გარემოსთვის, გემრიელობებისთვის, ხო? ეხლა რაღაცა სხვანაირი გარემოა და სალონური საღამო სწორედაც ეს არის, რომ არაფერი დაგეგმილი გარდა ნომრებისა,
თქვენ შეგიძლიათ მე რაღაცა ვისაუბროთ, გავცვალოთ აზრები, კიდევ ცოტა გვიან რაღაც თქმა უნდა და აი ერთი ძალიან ლამაზი საღამო ფიქრობ ვაჩუქოთ ერთმანეთს. მე მგონი ამაზე კარგი არაფერი არ არის. ეხლა მე მინდა მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარგად იცნობთ, თუ შეიძლება რომ გამოგძალდეთ და დაგვიმშვენოთ გვერდი, ჩემი კარგებო, არაჩვეულებრივი. ვინმე შენი მამილი, ლამაზი მამილი ელენე, იო ბაგრაძე, გიორგი რობაქიძე, ელენე მულაძე, ალექსანდრე აკო კობალაძე და გუჯა გოგალაძე. მე რაღაცნაირად რომ ვაწყობდი ამ ნომრებს, ბევრი ვიფიქრე ხა რაღაცით ხო და გახსნა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ითი გახსნი, ხო? დავუკავშირე მაინც იმიტომ რომ თბილისის მზე, ლილიკო ნემსაძის სიმღერა, ძალიან რთული სიმღერა. და ნუ რა თქმა უნდა, სავარჯიშოები, მარტივი სიმღერები და მე ნელ-ნელა გავართულე. თუმცა მაინც ძალიან რისკიანი სიმღერა არ გეგონოთ ეს ხო და ვიცით ხო არ არის ეს ადვილი სიმღერა თავისი ემოციურობით, ამიტომ მე მაინც გავბედე და მივეცი და დავრჩი ასე ვთქვათ როგორც პედაგოგმა ნება რომ ალექსანდრეს აკოს ხო შეიძლება აკოთი რომ ვთქვათ აკოს რომ აი ეს სოლო ნომერი შეესრულებინა. სიმბოლურია ისიც რომ ლილიკო ხაშურელია და ვფიქრობ ამაზე უკეთესი სიმღერით რატომ უნდა გამეხსნა ხო რაღაც ერთმანეთს დაუკავშირე. წარმატებები ძალიან შრომელ, ძალიან აი ესეთ ბიჭს როგორ გითხრათ, მიზან დასახულია და მე ძალიან მომწონს მისი ეს თვისება. ხო. Like
ვფიქრობ, რომ აი ეს ძალიან რთული სიმღერა შეესრულებინა. აქ ძალიან დიდი მადლობა ჩემო. და ჩვენი არაჩვეულებრივი ლამაზი, ძალიან საყვარელი, ძალიან სათნო, არ ვიცი კიდე რა სიტყვები გამოვიყენო, იმიტომ რომ ძალიან კარგია ჩვენი ელენე. ავარჩიეთ ბატონი გოგი ცაბაძის არაჩვეულებრივი მართლაც სიმღერა გოგლაურა და აი აქცენტირება გავაკეთებ. თქვენ დღეს მოისმენთ რა თქმა უნდა დუეტებსაც, მოისმენთ უფრო ანსამბლურ სიმღერებს, თუმცა მაინც მინდა რომ პირველად სოლოებით წარდგეს თქვენ წინაშე აი ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები. ხო, შეგიძლია უკვე. კი ხო? I'll get back, say,
ელენე, რომ ჩემი იმედები გაამართლე ჩემს. კარგი. ხო, ჩვენი გიორგი, ეხლა გიორგიზე რა თქვა არის, საიდან დავიწყო, ხო? ჩვენი ეკას არაჩვეულებრივი ბიჭი, ну, თავის სათქმელს ყოველთვის იტყვის და უამრავი წარმატება ექნება ისედაც უკვე წარმატებული, პოპულარული ჩვენი გიო. გიორგის ქონდა ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, სიმღერასთან შეხება, ხო, ეკა როგორც ვიცი, მაგრამ აი ესეთი პროფესიულად არა. ხომასია? პატარა იყო, სადღაც 8 წლის, ხო? და 3 წელი ცხოვრებული გიორგისთან, მე როგორც ვიცი, და მორჩა, მეტი არა და უკვე ხათუნას იხატებდა. ნუ ხა, ხათუნას ხელში მოხვდა, მაგრამ ნუ დასაგებია რომ საოცარი ნიჭი აქვს და უნარი, მაგრამ ხო, რაღაც ძალიან ხათუნას ხელი მოხდა. არა, ესე ამიტომ უბრალოდ აი ამ მცირე ხანში აი რაღაცნაირად შევეცადეთ, შეგვეკრა, გაგვესწორებინა ის რაც კიდევ უფრო მეტად აი ეს მელიზმატიკა სიმართლე რომ გითხრათ უფრო მეტად, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩვენ ვიცით რომ ეხლა ეკა აბა კიდევ პროგრამებში რომ მივდივართ ახალი ხმა. ხო, ეხლა ხომ გესმით კიდევ უფრო მეტად რაღაცა სხვანაირი გინდა რომ მობილიზებული იყო და ამიტომ რა თქმა უნდა მეტი სავარჯიშო, მაგრამ ისეთი, ნუ არ ვიცი, ნუ ნიჭიერია, ხო, ეხლა აღარ მინდა რა უნდა ვთქვათ. ერთი სიტყვით გიორგი ბაქრაძე არაჩვეულებრივი სიმღერით ჩემი აღარა ხარ. აჰა, ეს უნდა იმღეროს 18-ში. აი ეს არის, ასე რომ ასე ვთქვათ, გენერალური რეპეტიცია შეიძლება იყოს. თუმცა იქ მღერი რა თქმა უნდა ფონოგრამით და ვფიქრობ რომ ორმაგი დატვირთვა იქნება დღეს, იმიტომ რომ დღეს მე ცოცხალი შესრულები და ეს კიდე სხვა რაღაცას მოითხოვს. ძალიან კარგი. Sevda mi
აუზებით თავისი, აი როგორ გითხრათ, ზოგადად ძალიან რთული სიმღერაა და განწყობის ახლა გიორგის ეს კი არ შეეშლება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რთულ სიმღერებს შევეჭიდეთ და ამიტომ აი რომ მიმართლებენ რაღაცა სხვანაირ ვეღარ ვისვენებ უკვე და მიხარი. დიდი მადლობა გიორგი. გიორგი რობაქიძე. მოწიე. საყვარლესი ბიჭი, არამედ ძალიან თბილი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ბევრი სავარჯიშო, ბევრი სიმღერა, რაღაცა განსაკუთრებული ხმის ტემბრი აქვს და ალბათ ეკაც დამეთანხმება ხმის ტემბრი ძალიან აბა სპეციფიკური და სასიამოვნო. მე ვიფიქრე აი რა რომ აი მის სტილში იყოს მოვარგოთ ახლა ერთია ლამაზი სიმღერა იყოს და მეორეა როგორ ხო ახლა როგორ უნდა მოარგო ესე ადვილი არ არის ხო ახლა ვიღაცას რო ეს სიმღერა უხდება ყველაფერი არ გვიხდება ხო ამიტომ რაღაცნაირად შევეცადეთ თვითონაც დამეხმარა ძალიან რომ აი ეს რაღაცა მოვირგეთ ცოტა ისეთი სხვანაირი სიმღერები ახლა გეტყვით უკვე რანაირი სიმღერებიც ხო ისევ მივდივარ ისევ გშორდები ისევ ეშვება ხა ეგ არ ვიცოდი ჩემი საყვარლესი სიმღერა აი საერთოდ არ ვიცოდი აქ ეხა ჩემი შვილის გარდა არ ვიცოდი რა სიმღერაა ხო ეს სიურპრიზი იყო ეკას საერთოდ არც თავად უთქვამს, არც ვერ მithქვამს, ერთი სიტყვით, აი, ეხლა თქვენთან ერთად ისმეს, ხო, ერთად ჩვენ, აი ესე, ეხლა ისმეს თქვენსავით არ გეგონდოთ, რომ რაღაცაა დადგმული, აბსოლუტურად ისმეს ეკა იმას, მე მგონი, თავბატონმა ლალიმ უფრო იცის ჩვენი რეპერტუარი და რეპეტიციიდან გამომდინარე, ვიდრე ეკამ, ხო, სია ლალი? კარგით. აბა, ცათვართ? Feda out,
ამ ჩემს ცხოვრებას ბედმა და სინა კლავ შენ სიყვარულს ნატო თლად ნუ გამწირა და ნუ გამრიღა და ნუ დამტოვებ მარტო თლად ნუ გამწირა თლად ნუ გამრიღა და ნუ დამტოვებ მარტო ისევ მიდიხარ ისევ შორდები ისევ ეშვებ აღამეს აღარასოდეს განმეორდები ხედავ გითვლიან წამებს აღარასოდეს განმეორდები ხედავ გითვლიან წამებს დიდი მადლობა გიო. არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ. ძალიან მიხარია გიო. აი რა მიხარია იცით ყველაზე ძალიან რომ მიშრომებ და რომ ხედავ ამ ყველაფერს. აი მართლა ძალიან სასიამოვნოა. ეხლა მეც როგორ გაუცებული ვარ იცით? თან ვოცდები თან მასწავლებელი ვარ, მოკლედ ბევრი რაღაცა შევითავსე ერთად და მადლობა თქვენ. მოგბრძანდით. ბატონი გუჯა, არაჩვეულებრივი ბიჭი. აი რაც არ ვარ ესა ვარ ერთი სიტყვით. აი ასეთი ბიჭი ძალიან შემოყვარა თავი და ეკას ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ბავშვები დამაკავშირა. მე ახლა სიმართლე რომ გითხრათ, იცით თქვათ ვინც იცის ჩემი აი ესეთი თქვათ სკოლა, სამუსიკო სკოლა, სტუდია, სხვათა შორის ქალბატონ ლალისთან ძალიან ახლა მოვიკოჭლე ეს 2 წელი თორე ქალბატონ ლალისთან ჩემი სტუდიის ჯადოსნური ქალაქის ბავშვები სულ ვატარებდით აი ასეთ ხომასია ლალი არაჩვეულებრივ საღამოებს და აი ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ აი ამ გარემოსთვის ძალიან სასიამოვნოა და ყველაზე მნიშვნელოვანი აი ეს არაჩვეულებრივი საკრავი ცოცხალი შესრულება ეს ყველას ეხლა ისე არ გამიგოთ რომ დედა დაუკრა ყველას არხელი წიფება და აი ამითია მნიშვნელოვანი რომ აი ცოცხალი შესრულება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფონოგრამით ყველამ შეიძლება რაღაცა გააკეთოს. აი ამით მღერა რთულიც არის, მნიშვნელოვანიც არის და განსაკუთრებულია. მე მირჩევნია შეეშალოს ჩემოსწავლეს, მაგრამ ცოცხლად იმღეროს, ვიდრე ახლა უკაცრავად და პლუსზე დააღოს პირი და მე წავიდეს და არაფერი არ იცოდეს. ჩემი აზრი ასეთია და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მგირი უნდა დამეთანხმოს, იმიტომ რომ ეს მაინც სხვა რაღაცა, ცოცხალი შესრულებით ამ ყველაფრის გაკეთება. მოდი გუჯას არ ვანერვიულობთ ეხლა დიდხანს და არც ნერვიულობს მე მგონი ხო ასეა. თეთრ კლავიშებს ხომ ხედავთ როგორ სიმღერებს თავაზობ. ნატო გელაშვილის არაჩვეულებრივი სიმღერა. თავისი ემოციით, განსაკუთრებულობით, ინდივიდუალიზმით გამოირჩევა ეს ახალგაზრდა და მე მინდა ძალიან ბევრი წარმატება უსურვო გუჯას. ის ახალგაზრდა ჩემთანაც ბევრი რამით გამოირჩევა. ხო, რა მე აუცილებლად ეკას მივცემ სიტყვას და მაგრამ აი რაღაცა მინდა ხოლმე რომ აი ეს დავაკმეჯება.
ხური შემოიჭრა სულში ისე გასწრებულებად დაიღვარა მოდი სანამ შენზე ფიქრი შემიძლია მოდი სანამ სათქმელი მაქვს რამე შენნაირად ვეღარავინ შევიყვარე შენნაირად ვეღარავინ მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია მოდი სანამ გულს უვარხარ გარაგო შენნაირად ვეღარავინ შევიყვარე შენნაირად ვეღარავინ მოდი სანამ დაგიბრუნო შემიძლია მოდი სანამ გულს უვარხარ გარაგო უღმესი მადლობა ჩემო კარგო. თუმად გაგიყვარ მინდორში. პირველ ხმასაც მიუღერებ, რომ კიდევ უფრო ლამაზი იყოს ეს ყველაფერი და კიდევ უფრო გავართულოთ, იმიტომ რომ ერთია იმღეროს, მეორეა უკვე ორ ხმაში როგორ კეთდება და კიდევ უფრო გავართულოთ ეს ყველაფერი.
სავისა შენ შემოვედის ვარსკვლავო გამთენებელო ამისა მინდორდა ღვები გამგრევ ვარსა და იასრა დაბაჩოს აგივრიალე არ მოგაგარებნი ავსა შუმად გაგიყვან მინდორში შუმად დაგისხავ ღვინოსა ისეთ სიმღერას იმღერე თუ ასრემლი მოედინოსა თავს შემოგავლებ ძვირფასო ფიქრი არ გქონდეს ავისა შენ შემოვედის ვარსკვლავო გამთენებელო ღამისა შენ შემოვედის ვარსკვლავო გამთენებელო ღამისა არაჩვეულებრივი ბიჭი ისეთ სიმღერებს მიგზავნიდნენ თავიდან ვკიოდი ხოლმე ეს რთულია კიდე ეს რთულია ჯერ მარტივ აი გადამიყვანეს თავიდან ჭკუიდან და ყველაზე საოცრება ის არის რომ აი ზუსტად ეს მიხარობდა ეს ოჯახიდან ჩემი ეკას განმოდის თქვენი ოჯახებიდან მოდის გემოვნება ყველა არის ქართული აი კლასიკად ქცეული სიმღერები ხო მე მგონი რაც მოისმინეთ ვფიქრობ რომ ეს ისეთი სიმღერებია რაც საუკუნეები გაუძლებს და სანამ ქართული სული და ქართული და ღმერთმა სულ ყოველთვის იყოს ყოველთვის იქნება ეს სიმღერები ხო მასია ვფიქრობ რომ ძალიან ასე თქვა დასაფასებელი სიმღერებია და რატომაც არა ზუსტად ესეთი სიმღერები უნდა იმღერონ ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ წვიმს და შავად შენისულა მთები თხოვთ Shake
მართლაგან შორება
ჩამჭიდე დადო გელაშვილის ულამაზესი ვფიქრობ ძალიან ტრენდული, ძალიან თანამედროვე სიმღერა. ჩამჭიდე ხელი ჭირდები ჩემო არაფერს ველი უბრალოდ გჩემო ცხოვრება ჩემი ამ სიყვარულად ღირდა რაქნა რომ ბევრი გავიდა წელი რაქნა რომ ისე ჩემი ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა რაქნა რომ ბევრი დავიდა წელი რაქნა რომ ისე არა ხარ ჩემი ჩამჭიდე ხელი შენთან ცხოვრება ხვება თასგვარ ამბავს თუმცა კი ჩვენსას არა დაადგავს ცხოვრება ჩვენი ამ სიყვარულად ღირდა მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა მიყვარხარ ბავშვი ვიცმინდა ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა მიყვარხარ ბავშვი ვიცმინდა ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა ტრიალებს ვედის ბორბალი ასე და ისე ტრიალებს ვერ მოვერიე გრძნობავსე ვუფრიალებს მითხარი კარგო რომ ჯერ არ დავარგვიანებს
არაჩვეულებრივი. აი, არ ვიცი, რამდენჯერ მომისმენია ეხლა მათი სიმღერა, მაგრამ აი აქ კიდე სხვა დატვირთვა, სხვა აბა შეხედეთ, აბა ჩქარა შეხედე, აბა ეს ხო იცით რეპეტიციის დროს ეს რა. აი ახლა ისე ბუნებრივად გამოუვიდათ, რომ არის, ასე მგონია სხვა ბავშვები არიან, მოგეჩენ ახალგაზრდა. დიდი მადლობა ჩემო კარგებო. მაინც ბავშვები. და ბოლოს არაჩვეულებრივი ვაჟა აზარაშვილის ტანგო. რითი უნდა დაგვიწყავი. და რაღაცნაირად ესეც სიმბოლურია. ლილიკო ნემსაძის დავიწყე და ბატონი ვაჟა იცით რომ სიძე იყო ხო ხაშურლების და რაღაცნაირად ესეც თან მოუხდა არა მარტო იმიტომ რომ თქვა რაღაცნაირად დავაკავშირე რითი თუ არა ტანგო. თუ შეიძლება ყველას გთხოვთ აი ამ ჩვენ პატარა სცენაზე შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ცოტა 12 ნომერი. ეს არის ძალიან დიდი შრომის, ძალიან ბევრი დაბარებების ხანდახან რთული პროცესებიც მიდიოდა, იმიტომ რომ რაღაცას ვერ აკეთებდე, რაღაცა არ გამოგვდიოდა იქ ტონალობის შეცვლები. ნუ ძალიან ბევრი სირთულეებია და განსაკუთრებით ვინც შემოქმედი ადამიანი არ არის აუცილებელი მხოლოდ მსახიობი იყო ან მომღერალი ან მუსიკოსი არა, შემოქმედებითი ადამიანი შეიძლება იყოს ქართულის პედაგოგი, შეიძლება იყოს თუნდაც მათემატიკის, უბრალოდ შემოქმედი, თავისი პროფესიონალი, როდესაც არის თავისი საგნის, მან კარგად იცის რამდენი თუნდაც ერთი რაღაცის გაკეთებას რამდენი რამე უნდა და გული უნდა, სული უნდა, მეცადინეობა უნდა, ბოლოს და ბოლოს გონება უნდა რომ ამ ყველაფერს აი ამ ბავშვებმა მომცეს საშუალება რომ გამეკეთებინა ეს ყველაფერი. მადლობა ეკა რომ თუნდაც დამიკავშირდით აი ეს რაღაცა სხვა ტანდემი მოხდა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემი გულის გახარებისთვის, ძალიან მიყვარხართ. მე მგონი რომ აი რაღაცა გრძნობთ ჩემს სითბოს და სიყვარულს.
აი ეს ეხლა მე მინდა რომ მაინც თეატრალები არიან ეკა და აბა როგორ გავაკეთოთ ხო რა შეიძლება რომ აი ეს კომპოზიცია რომ გააკეთო და მაინც თეატრალებიდან კი ბატონო ეს იყო მუსიკის შემოქმედებითი მათი საღამო თუმცა თეატრალები არიან და ეხლა როგორ გაუშვა ისე რომ კუდი არ მოიქნიონ თავისებურად რა თქმა უნდა ხო მოდით აბა გავაკეთოთ ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადარი ძეცნამ ჰალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სადარი ცა ვარსკვლავებით ინთება ცა არც არის ის სადარი თვარე რომ ამოფწყინდება გული გაფრენად მზად არის დიდება შენი დიდება სხვა საქართველო სადარი მინდვრები ქართლის მინდვრები ქედები მხარგაშილები თაში ტყე დანაბინდები ტყეში ქორმუდა ირმები ბარაჩრიალებს ჭადარი მზე სუმღერია ჩიტები მხარე მოსილო დიდებით სხვა საქართველოს სადარი ხოჭი ბალახი მხარამდე წერი გოგმანობს ბალახში თეთრუძე თოვლი მარადი ვენახზე მზედა ბადახში სხვა საქართველო მინახ სხვა საქართველო სად არის როს ვარსკვლავები ხმაურით აინთებიან სათანი კლდეს მოაწყდება სხვაური მეშჩვიდე ცაზე ატამილს კლდეებში ჯიხვი დაფრთხება გორში იტირებს ატამი ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი სხვა საქართველო სადარი აქ დაიბადა სულიკო მზისკენ გაფრინდა მერანი და თუნდაც გადმოსულიყო ტერი შმაგი და ვერანი მარჯვენს მოშტრი დალუდა სით გაუშვებდა ლელაი აქ დაიბადა სულიკო მზისკენ გაფრინდა მერანი თორბის ფრთები მოისხეს ცაში ასულა ძერაი დაბლა შრიალებს მორისებრ ხანაი გაუხელავი ფიქს დაუღლია ონისე ბახტრიოს მიდის ლელაი თორბის ფრთები მოისხეს ცაში ასულა ძერაი ქარი გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადარი ძეცნამ ჰალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი საქართველო ლამაზო სხვა საქართველო სადარი არა ძალიან ის გამიკვირდა თან ერთდროულადაც რა საერთოდ არ მიმუშავე უბრალოდ ეხლა გავაკეთეთ რაღაცა ექსპლოდად რომ რა თქმა უნდა ესენი ნამუშევრები არ მერას ვიძახი აი აკომპანემენტი რაღაცა უცბად გავაკეთეთ მადლობა ველი თქვენს უკულ კავშირს ველი თქვენს რა ვიცი აი მე თუ რამე დამადუნებს საერთოდ არ გონია ზოგადად ეხლა ამ ჩემი საზღარი ხმით იმედია მოვაწვდენ თქვენამდე არის რაღაცა ნუ ემოცია არის ემოციის შემდეგი ემოცია არის ზე ემოცია აი ამ შემთხვევაში არის ზე ემოცია იმიტომ რომ აი რა მიქენით ეს მოდი თავიდან დავიწყოთ გიორგი აკო და გუჯა წელს არიან აბიტურიენტები და სამივეს უნდა მოკლედ მოწავლეს ბავშვები მე მგონი ჩემამდეც არა ეს მოწავლე ვიცი ხო და ზოგადად უნდათ ვიცი ეს სფერო და ნუ გასაგებია და ჩემი გიორგი რომ წინა წელს აბარებდა იქიდან მივიღეთ ძალიან ისეთი გაკვეთილი რომ იქ სიმღერა საჭირო ცეკვა, პლასტიკა, ანუ სიტყვის და ვერბალური რაღაცების გარდა არის ეს ორი ისეთი სფერო, რომელიც აუცილებელია ეგრეთ წოდებულ თეატრალურ სინჯებზე. და აი მაშინვე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ამ კუთხით მიგვეცა გარკვეული ისეთი საფუძველი. ну მიუხედავად იმისა, რომ იქ აკო რაღაცებს ვიცით ახლა ფესტივალზე მივდიოდით თუ სადღაც რაღაცებს უკრავდა გიტარაზე თუ რაღაცა თავისთვის ღიღინებდა იმასაც უყვარდა ღიღინი აი ამისი ღიღინი არ ვიცი მე და აი დღეს ვარ ну აი არ ვიცი
სიტყვები არ მყოფნის. მოკლედ ვის და პირველი ვინც მომიტივტივდა გონებაში იყო ქალბატონი ხათუნა, იმიტომ რომ იმ თავისი პროფესიონალური შესაძლებლობების გარდა მე ვიცი მისი ადამიანური ფაქტორი და არავინ არ თქვას, აი შეიძლება იყო ძალიან დიდი პროფესიონალი, მაგრამ ბავშვთან ურთიერთობა სხვა თემაა კიდევ, ძალიან ფაქიზი თემაა და მე ვიცი და ვიცოდი სულ მისი დამოკიდებულება მოზარდებთან, ბავშვებთან, ასაკობრივად და ამიტომ შევარჩიე რომ და რა თქმა უნდა შევთანხმდი მისი დატვირთული გრაფიკით ძალიან კარგად ვიცოდი თუმცა მანამდე ჩვენი ერთი სპექტაკლისთვის დარაგებს მიღმა გაზაფხულია სადაც ელენე და ჩემი გიორგი სპექტაკლში მღეროდნენ რეზო ჩხიკვიშვილის და მაია ტურიაშვილის ცნობილ სიმღერას და ურთულეს ის მჭირდებოდა სპექტაკლში და მოკლედ ძალიან კარგად შემომეშველა მაშინ ხათუნა მასწავლებელი და დავამუშავეთ ეს და შვენივრად არ ვიცი არაჩვეულებრივი გამოხმაურება კი არა საგარეჯოს ფესტივალზე ცოცხალი შესრულებისთვის ნომინაცია აიღეს. ეს უკვე გავლილი მქონდა და ნუ დავშევეხმიანე რომ მეთქი აი ასე გვინდა და იქნებ გამონახო ხათუნა დრო. ხათუნა დამთანხმდა და აი ესე ნელ-ნელა მაგრამ ეს ეხლა ჩემო მეგობრებო რაც თქვენ მოისმინეთ ეს არ იყო მხოლოდ თეატრალური სინჯებისთვის მოსამზადებელი მეცადინეობა. ეს იყო კონცერტი და არ არის ხმამაღალი ნათქვამი ძალიან ბევრი დღევანდელი შოუ ბიზნესიდან 9 ჯერ გაფილტრული ფონოგრამებით რომ ღერიან და თავი მოაქვთ და დისკებს წერენ, იმიტომ რომ სპონსორები ყავთ. მოდი რა ამ მოკლე დროში აი ასეთი შედეგი ეს არის საოცარი შრომის. მე აქვე არ მინდა დამოვიწყდეს ხათუნა ძვირფასო, ახლა მე კარგად ვიცი ამ ყველაფრის ფასი, მაგრამ ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ სახში გქონდა ამაზე საუბარი და ეს არ იყო რომ იცი რა კვირაში ერთი დღე მივიდნენ ხათუნა მასწავლებელთან წაიმღერონ, მე იბარებდა უამრავჯერ. არა, რა თქმა უნდა. ეს არის როცა საკუთარი საქმე გიყვარს, პროფესიონალი ხარ. და როცა ბავშვები გიყვარს. ეს მოწოდებაა შენი ჩემო ძვირფასო, ესე ასე არ ხდება ახლა. ეს რაღაცა განსაზღვრული ერთი დღე როა და იმის გარდა თავდაყირა ხარ ვიცი მე და ამის გარდა კიდევ აი ამდე და ამას აღნიშნავენ, ყოველთვის აღნიშნავენ რომ გულს და სულს დებს ხათუნა მასწავლებელი და ამით ვიყავი ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ხა იციან ანალოგიური ვარ მე, სხვანაირად შეიძლება ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა. იქ სადაც აი მასწავლებლის დღეს ერთი მწერდა რომ მოკლედ რაღაცები მკითხა და მას როგორ ახერხებო რაღაცა ჩემ შვილთან მასწავლებელი და სადაც აი იქ თითის და მენტორობაა, ხო იქ მთავრდება ყველაფერი. თუ გული არ აჩვენე გული და ამას მოზარდები ძალიან კარგად ხედავენ, ძალიან კარგად აფასებენ, ყველაზე გულწრფელები არიან და ზუსტად ისე აფასებენ როგორი სიტუაციაც და როგორი გულიც ხდება და არ ვიცი 10,000 მადლობა მე დავულოცავ მათ სავალ გზებს რა ვიცი ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება რომ რა ვიცი სამივე ვიხილო იქ და ღმერთთან აკნას დღე და მოსვენება მაქვს დაკარგული აი რა ხო ოთხივე ხო ეს ჩემი ყოცხვა წდება ხოლმე გიორგიც გადადის ფაკულტეტში ოთხივე დედაო და დამავიწყდა ერთხელ ღონისძიება ქონდა და იქ უნდა გამოსულიყო თუ რაღაცა უნდა მეთქვა და რა ვიცი დამავიწყდა რატო გავიწყდა ყოველთვისა და ახლა რაც შეხვდა ელენე დაემატა მე კიდე ელენე რომელსაც ქონდა რაღაცა თავისი საყვარელი გარკვეული მონაცემების სმენაც სითბო სიმღერაში და აგერ მივიღე სულ სხვა ელენე კიდე ჩვენი ყვავილი და აკოს თუ ასეთი ხმა ბიჭო ეს ხმა გვიმალავდი თუ როგორი ემოციური ნაზი ფაქიზი გაშტერებული ვარ ამ რა ხო ფესტივალებზე რა დაგიშავეთ რა გვიშვებოდი ვერ გავიგეთ და რაღაცნაირი იმერებს რა ქვია და ასეთი რბილი ასეთი დახვეწილი ხმა ეხლა პირველად
მესმა მე ვფიქრობ რომ ქონდა და ეს ჩუმად იყო და მიძინო და აი რაღაცა ეს არის ხათუნა ეს ყველაფერი დაგდეს შენს შვილს შენს ოჯახს ეს სიკეთე და ეს მადლი არაფერი არ იკარ არა ჩემო კარგო ხა ერთი რო გეტყვი საჯაროდ მინდა რომ შემეძლოს ახლა მე მეას რა ქვია იმას იმითი რო ყვირია გარეთ გავდოდი და გამაგრებინებდი ქვეყანას ასე რომ წარმოდა აი ეს ჩემი ბიჭი ხო აქ სხვანაირი ხმა და როგორი კარგები არიან როგორი საინტერესოები იმ ჩემს სფეროში და აი სხვა დავინახე კიდე ამის გარდა ცეკვაზეც დადიან ამის გარდა გიტარაზეც დადიან სრული იმითი ვემზადებით სინჯერბისთვის და დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ვინც ამ ყველაფერში ხათუნას თამადობით ჩვენ გვერდში დაგვიდგა და კიდევ ვამბობ ეს არ იყო მხოლოდ სინჯების ეს იყო სერიოზული კონცერტი მაღალი გემოვნების და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგი ამ უმოკლეს დროში აი 4 თვეა ხო კიდე გამოვაკლოთ ის ერთი თვე როგორც სავარჯიშოები ხო ის უნდა გამოვაკლოთ ფაქტიურად სიმღერაზე არ გვიმუშავა ის ერთი თვეც ხო უფრო სავარჯიშოებზე აი სა ხო აი ძალიან ბევრი ვიშრობთ რა თეო დიდი მადლობა იზა დიდი მადლობა და მიხარია რომ გაგიცადით შობლებო ჩემო კარგებო ძალიან ყველას თითოეულ თქვენ რომ ეს არ ხდება ისე თუ არ არის მშობლის ხელშეწყობა და წინ დიდი გეგმები გვაქვს და დანარჩენ მშობლებსაც მიმართა ხო ხედავთ ხათუნა მასწავლებელი ამღერებს იმას რა ქვია ხო ერთი კი დადის ხო დასუნა დადის ხო კარგი მე მაინც მინდა უფრო ახლოს გაგაცნოთ მოკლედ გიორგი რობაქიძე კიდევ 3 წელია ხო ჩემთან დადის ცოტა გვიან მოვიდა მაგრამ ხო აი და მისი ხმა ჩათავდა მეგონა ჩემი რეგულაციული იყო ნახეთ რა სპეციფიკური ხმა აქვს ძალიან საინტერესო როგორ მოხდა ეკავკაცრავად რომ ჩაგდო აი ეს და თეატრალური ცოტა ესეთი სიმღერა რომ ძალიან ჩაჯდა ძალიან ხმაში ძალიან მე ვარ აი მოხიბლული აღფრთოვანებული რასაც ქვია ნუ ჩემი გოგო ეს რამდენი ხანია 2 წელია რაც ჩემთან დადის და ნუ საოცარი ლექსის კითხვაც და ყველაფერი და აი მაშინ რომ სპექტაკლებში ჩავშვით და დიდი პასუხისმგებლობის მქონე ძალიან განცდიანი აი შიგნიდან როგორ ძნობს თითოეულ ნიუანსს ნუ ახლა ეს ჩემი ბიჭი რაც არის არ მინდა ბევრი ლაპარაკი ყველაზე გვიან აპრომოვიდა ჩემთან და ძალიან ამას ნანობდა სულ წამოგაძახებით აი როგორ დიდი ბიჭი რომ ცნობილი მსახიობი რო გახდები მაშინაც წამოგაძახებ მაგრამ იმდენად შრომის მოყარე ფიზიკურად გიხედავთ ხომ აბსოლუტურად ყველა სტანდარტებში შრომის მოყარე მიზანდასახული ნიჭიერი აი შიგნიდან ისეთი სათუთი რაღაცები ერთი შეხედვით რო შეხედავ და არა ჩანს და ნუ მე ეს დავინახე და ძალიან მალე ჩვენ მოვხდით სპექტაკლში და მეც გმაყოფილი ვარ ამით და თვითონაც და ესა კაცო ესა 8 წლიდან დადის ჩემი თეონა მეუბნება ადრე როდის შარშოც როდის მიხარ ესა ცოლსო გონი შენი სახიდან მოიყვანო მე მგონი ეგ მიწევია მართლა აქტიურად შეგეცხო ხო ნუ ასე ბავშვები ჩვენთან ბავშვები და სხვანაირად ეს აი პირდაპირ მნიშვნელობით აბაზე გაგუკერებულიო რა იტყვია დედამისის მერე და იმდენად ამაყივარ, აი ჩემი საუკეთესო ნაძერწი ამ მე-10 წელი გახდება უკვე, აი ეს ბიჭი არის. იცოდეთ და სულ ალაპარაკოთ რა მაქვს იცით? ახლა პედაგოგები ვართ ვიკვირებთ რაღაცას ვიზამთ და ხო. ერთხელ არ ამიწევია ხმა მისთვის და მეუბნები როგორ შეძენილი. ერთხელ არ დამიყვირია მისთვის. არასდროს არ მოუცია ამისი ამათი წლის განმავლობაში ერთხელ ხო შეიძლებოდა სიკო ყოველთვის აი რასაც უყურებთ აი ასეთი დინჯი მოწესრიგებული და უზოლოდ შეყვარებული თეატრზე და დაგილოცავთ გზებს და იმედია მე ავტოგრაფის რიგში არ ჩამაყენებთ თორე ხო იცი მე წარმისაწევად დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა ხათუნა მასწავლებლო შედგა. ეს იყო დებიუტი ამათვის. კიდევ ვიმეორებ მუსიკალური თვალსაზრისით
ეს იყო დებიუტი, იმიტომ რომ ასე სცენაზე და თანაც კიდევ ვიმეორებ აი ასეთ სცენაზე, სადაც სულ თქვა და ხელის პატარა მოძრაობაც კი სადაც გრძნობ, ძალიან რთულია. გამერწმუნეთ, მე ასე ვიცი ხოლმე სცენაზე, როდესაც იცია ხოლმე, უი მე იმან რაღაცა ვიტყვი ხოლმე, ჩაიცვით, გამოიბრანჭეთ, ხალხი ზის, მაყურებელი გაიარეს სცენაზე, მე იქიდან გამოიარე და მიხვდები, რას ნიშნავს სცენაზე დგომა. ეს არ არის ადვილი და ამიტომ ორმაგი და სამაგი პასუხისმგებლობა, მადლობა აი მართლა შრომისათვის.